იყო ერთი მინისტრი განათლებისა ოთარ ქიქლაძე, ძალიან გონივრული კაცი და ამას დასუდოთ მომიყევი გაკვეთილის პროცესები გვაქვს სკოლაშიო. მომიყევი გაკვეთილი, მართლაც მომიყევი გაკვეთილი. არა თქვათ, არასოდეს მომიყევი გაკვეთილიო. სირცხულია ესა. ჯობია უთხრა იაზრონე ამ თემაზე. იფიქრე, რა მოგწონს, რა არ მოგწონს, აი ესენი მითხარი, რაც არ ვიცი მე. თორე თვითონ გაკვეთილის პარაგრაფი მე უკვე თავში მიიდევს. მიიდევს, მე თვითონ უკვე ვიცი, შენ ათში რომ მომიყვე. წინ ვერ წამიყვა სულ ერთია რა. მაშინ მოყოლა კი არ მინდა გაკვეთილისა. შენი თავი გამაგებინე ამ საგნის სოდით. მას ვაგრძელებ. ჩვეულებრივ მასწავლებლები მიდიან მოსწავლეებთან საგნით ხელში, სახელმწიფოთი ხელში. მაგრამ თუ თქვენ შემოქმედი მასწავლებელი ხართ, მაშინ საგნით ხელში ბავშვთან არ მიხვალთ. აბა როგორ მიხვალთ? ბავშვებთან ერთად მიხვალთ საგანთან. გამიგეთ? თითქოს და მეცსა და მათაც ერთად უნდა ვისწავლოთ რაღაცა. მეცა ვჯახირობ, ისინი შემთხვევით ჯახირობენ, ჯახირი ცუდი სიტყვა გამომივიდა, თუ ეს ერთად ერთმანეთს ვეხმარებით, არა, ერთმანეთის ვეთანამშრომლებით და აღმოვაჩინეთ რაღაცა. აი როგორც მე უკვე გითხარით თქვენ ამ თანაავტორების გაკვეთილის შესახებ, როცა როგორ მოიქცეთ მასწავლებელმა არ იცის და ბავშვები ეძიებენ და რა გამოვიდა იქა. გამოვიდა ის, რომ ჩვენ ერთად მივედით აღმოჩენამდე. ხო? ფაქტურად მე შეგდით მამოძრაველი ძალა ვიყავი, მაგრამ ვისაც არ უნდა გეკითხა, ყველას ეგონა რომ თვითონ აკეთებდნენ ამას ყველაფერს. ხო? მასთან მე აი ეს წესი გამოიყენეთ თქვენი ჭირიმეთ. სადაც კი შესაძლებელია, სადაც კი თქვენი გონება მისწვდება. ხანდახან შეიძლება ვერ მივხვდეთ როგორ გავაკეთოთ ეს მასალა აი ამ დაგვარად, მაგრამ თუ კი სადმე თქვენი გონება მისწვდება, არასოდეს არ მოუყვეთ ბავშვებს გაკვეთილი. ერთად ეძიეთ. თქვენც ვითომ და გეშლებათ, ვითომ და დაიბენით, ვითომ და არ გაგახსენდათ, ვითომ და ესაც მეთოდებია. წამოაკვირვინეთ ბავშვს ფეხი თქვენზე. თქვენს გულმავიწყობაზე ვითომ, თქვენს ვითომ დაბნეულობაზე და ბავშვი რო ფეხს წამოკრავენ ამაზე, რა ხდება იცით? წამოდგებიან და უფრო ჭკვიანები ხდებიან. გვეტყვენ მასწავლებელი ეს რა ქენით, ეს არაა სწორი. მაგრამ მე რომ მითხრა სწორი არ არისო, თვითონ რა დაემართა შიგნით. ხო? სინამდვილე შეიცნო სხვანაირად. არა? ამრიგად არ დაისირცხულოთ, ეს როგორ მასწავლებელი და შეეშალოსო, კი. ბრძნული შეცდომები, ბრძნული წინსვლა. მაგრამ სულელური შეცდომა, ეს არის ორმოში ჭაში ჩავარდნა. არა? ამრიგად აი ეს მეთოდები გამოიყენოთ